ეს ქალბატონი დაორსულდა თავის მეორე შვილზე, მაშინ როდესაც პირველი შვილი ჯერ გაჩენილიც კი არ ყავდა. სწორად გაიგეთ, არაფერი მოგესმათ, ეს ბავშვები ორივე არიან ერთი და იგივე დროს დაბადებულები, თუმცა სხვადასხვა ასაკის. ამ წარმოუდგენელ და უიშვიათეს ფენომენს სუპერფეტაცია ჰქვია და მსოფლიოს ისტორიაში მხოლოდ 10 ერთეული შემთხვევა არის დაფიქსირებული ამ ყველაფრის. როგორც იცით, იმისთვის რომ მოხდეს განაყოფიერება, აუცილებელია კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს შეხვდნენ. ამ ყველაფრის წინაპირობას კი წარმოადგენს ოვულაცია, რომლის დროსაც ხდება საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამონთავისუფლება. ნორმალური ორსულობის შედეგად ჩამოყალიბებული ჰორმონ პროდუცირებადი ყვითელი სხეული აფერხებს ამ ორსულობის განმავლობაში სხვა ორსულობების დადგომას. გარდა ამისა, ენდომეტრიუმმა, ანუ საშვილოსნოს შიდა შრემ უნდა მისცეს ბლასტოცისტას უკვე განაყოფიერებულ საშუალება ნიდაციის, ანუ ჩაანკერების ამ შიდა შრეზე. რაც უკვე დამდგარი ორსულობის შემდეგ არის ძალიან გართულებული და თითქმის წარმოუდგენელი. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე არის სუპერფეტაცია უიშვიათესი მოვლენა, რისი პროვოცირებაც შეიძლება მოხდეს ხელოვნური ჰორმონალური სტიმულირებით საკვერცხეებისა, რაც ხდება მაგალითად ხელოვნური განაყოფიერების დროს. თუმცა აქაც უმცირესია ამის რისკი. იმის გამო რომ ეს ორი ფეტუსი სხვადასხვა ასაკის არიან და საშვილოსნოში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებიან, მშობიარობისას ერთი ფეტუსი, რომელიც შედარებით უფრო პატარაა, არის დღენაკლი და მეორე თავისი დასრულებული განვითარებით. შესაბამისად, დღენაკლ ახალშობილებში უფრო მაღალია სხვადასხვა გართულებების რისკი. რაც შეეხება იმ შემთხვევას, რომელიც ვიდეოს დასაწყისში განახეთ, საბედნიეროდ იქ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს ორივე ახალშობილი სრულიად ჯანმრთელები არიან.